მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გაშლას თავაზობთ ასეთ თემაზე. ვინ იყავით წინა ცხოვრებაში? თქვენი წინა ინკარნაცია. და რა თვისებები გადმოყვათ წინა ინკარნაციიდან ახლა. მე დრო არ დამეკარგა პირდაპირ დავალაგე ვარიანტები, ქვებიც დავალაგე, მოკლედ ძალიან მინდა რომ მოკლე გაშლა გავამივიდეს. ჩემი წინა გაშლები არის ხოლმე ძალიან ხანგრძლივი და ამიტომ ვცდილობ ცოტა შევამოკლო ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩაღრმავება. ამ გაშლაშიც დროს კარგავთ, ეხლა ძლაპარაკობ დროს კარგავ. ამიტომ ჩერჩეთ ვარიანტები. პირველი ვარიანტი არის პირიტი, ტურმალინი, მესამე ვარიანტი ლაბრადორიტი, კარნეული, მთის ბროლი, ციტრინი, ვეფხვის თვალი და წითელი დაუმუშავებელი აგატი. შეერჩით ვარიანტები და დავიწყოთ გაშლა. ვინ შეერჩია? ვინც ვერ მოასწრო შერჩევა, წესით პირველი 3 წამის განმავლობაში რომელი ვარიანტიც დაგიძახებთ, ის ყოველთვის თქვენია. მაგრამ თუ მაინც ვერ მოასწრეთ შერჩევა, დააპაუზეთ, ისე შეერჩიეთ, მე კი დავიწყებ გაშლას, განმარტებას და ინტერპრეტაციას. ვინ შეერჩიეს ლამაზი პირიტი, პირველი ვარიანტი. ნახოთ თქვენი. დავამატო კიდევ ერთი. ანუ თქვენ პირველი ვარიანტი. იყავით ადამიანი, რომელმაც აირჩია მარტო ცხოვრება. მარტო ცხოვრება, ანუ საზოგადოებისგან განცალკევება. რომელმაც აირჩია, დააკვირდით ამ კარტს, აირჩია უფლის გზა, სულიერება, რომელიც გამუდმებით სწავლის პროცესში იყო, გამუდმებით. და პირველი ვარიანტი იყავით ადამიანი, რომლის სიკეთისთვის ცხოვრობთ, სიკეთეს აკეთებთ, თქვენთვის ყოველთვის უაცულობდნენ და სანთელს ანთებდნენ. ძალიან კარგი ადამიანი ჩანხართ. აქ არ ჩანს ის, რომ მიუხედავად იმის, რომ პენტაკლები ამოვიდა, თქვენ ამ ცოდნას, რასაც იღებდით, ხო? გასცემდით სხვებს. იყავით აი